დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვიდრე დავიწყებთ საკითხების განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას, მინდა რამდენიმე თემას შევეხო. პირველი, თქვენ იცით, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რომლისთვისაც ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხები არის გათვალისწინებული. მე ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყოველთვის გვერდით დაუდგებით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ ჭირდება ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა, თუმცა ყველამ უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ისე უნდა განვითარდეს, ქვეყანა ისე უნდა განვითარდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ასეთი ოჯახი და ადამიანი გვყავდეს, ვისაც ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა დაჭირდება. რა თქმა უნდა, კეთილდღეობა უნდა შევიდეს თითოეული მოქალაქის ოჯახში და ჩვენი პოლიტიკა ზუსტად მიმართულია ამისკენ, რომ ქვეყანაში გქონდეს მშვიდობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება და ეს უნდა იგრძნოს თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ. თუმცა ვიდრე არის საჭიროება მხარდაჭერის თანადგომის, ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ამ პროგრამების განხორციელებას. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ადამიანებს ის, რომ თბილისის მერიაში 2022 წლიდან სხვათა შორის ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და რა თქმა უნდა წელსაც ვასრულებთ აღნიშნულ დაპირებას სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ გამოყოფილია მედიკამენტებისთვის თითოეული სოციალურად დაუცველი პენსიონერისთვის 500 ლარი, რომლის გამოყენება ვაუჩერის სახით მათ შეუძლიათ წლის ნებისმიერ დროს და ამისთვის იცით, რომ საკმარისია ვიზიტი ოჯახის ექიმთან, რომელიც მოახდენს პაციენტის შემოწმებას და დანიშნულ მედიკამენტებს შეიტანს სპეციალურ პროგრამაში და ნებისმიერ აპტიაკში შეუძლიათ წამლების მიღება. ეს პროგრამა უკვე წარმატებით მუშაობს. შემიძლია გითხრათ, რომ 3 წლის მანძილზე 25,000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით და ჩვენ რა თქმა უნდა წელსაც ვაგრძელებთ ამ პროგრამას და გვინდა მაქსიმალურად, რაც შესაძლებლობები გვაქვს, გვერდით დაუდგეთ ამ ადამიანებს და გარკვეულწილად შევუმსუბუქოთ ყოველდღიური ყოფა. როგორც გითხარით, ვაუჩერის განაღდება პენსიონერს შეუძლია ნებისმიერ აპტიაკში ელექტრონულად. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში წელს ბიუჯეტში ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს 10 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა ასევე მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც წელსაც განხორციელდება და მომდევნო დღეების განმავლობაში შემდეგ მთავრობის სხდომაზე ამაზეც მოგაცდით ინფორმაციას. მინდა შევეხო ასევე ერთ ძალიან სენსიტიურ და მნიშვნელოვან თემას. დედაქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონისთვის ტერიტორიის მოძიება გრძელდება. დღეს მდგომარეობით თქვენ იცით, რომ აღნიშნული პოლიგონი, რომელიც დიდ ლილოში მდებარეობს, წარმოადგენს უკვე უდიდეს პრობლემას პირველ რიგში. იქ ირგვლივ მცხოვრები ოჯახებისთვის, ადამიანებისთვის არის საკმაოდ მძიმე ვითარება, გაუსაძლისი სუნი და პრობლემას წარმოადგენს იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც იქვე ცხოვრობს. ჩვენ მქონდა არაერთი შეხვედრა მათ წარმომადგენლებთან, მათ შექმნილი აქვს საინიციატივო ჯგუფი და გასულ წელს მათ დავპირდით, რომ დავიწყებდით მუშაობას ალტერნატიული ადგილების მოსაძიებლად, სადაც შესაძლებელი იქნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ახალი ადგილის გამოყოფა და რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტი დაცული იქნებოდა. დავიწყეთ კვლევა, გამოყოფილი არის და შერჩეული არის უკვე რამდენიმე ლოკაცია და უკვე ვიწყებთ დეტალურ შესწავლას კონკრეტული ადგილების თუ სად შეიძლება აღნიშნული პროექტის განხორციელება და გადატანა. იმიტომ რომ იქ სადაც საცხოვრებელი ადგილია და ძალიან ახლოა დაშორება, ეს უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენ მუშაობთ ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკთან, ჩართულია მათი სპეციალისტები, თანამშრომლები და პირველი რასაც გავაკეთებთ, იქ არსებული
მდგომარეობის მოწესრიგება და სიტუაციის გამოსწორება. ნაჟური წყლები, რომელიც ასევე ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, ჩაედინება ერთ-ერთ არხში, აქვს ძალიან ცუდი სუნი, შემაწუხებელი მცხოვრები ადამიანებისთვის. ეს ყველაფერი უნდა იქნეს პროექტის სახით განხორციელებული, ჩვენ მქონდა თბილ სერვისთან კომუნიკაცია და საუბარი აღნიშნულთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, პირველი რაც გაკეთდება, ეს იქნება იქ ადგილზე სიტუაციის გამოსწორება, მოწესრიგება, რომ ის პრობლემები, რაც აწუხებს მოსახლეობას, ყველანაირად გადაჭრილი იყოს. და პარალელურად, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, დაწყებული გვაქვს მოძიება ალტერნატიულ ფარზე, თბილისის შემოგარენში 50 კილომეტრზე არის საუბარი, უკვე კონკრეტული რამოდენიმე ადგილი შერჩეულია და მიმდინარეობს დეტალური შერჩევა ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით, რაც არის მიღებული ზოგადად მსოფლიო და ევროპულ პრაქტიკებში. სამწუხაროდ 15 წლის წინ, როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული დიდ ლილოში გაკეთებული იყო საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის გამოყოფილიყო შესაბამისი ტერიტორია და გაეკეთებინათ პოლიგონი, არანაირი კვლევა არ ყოფილა ჩატარებული. უბრალოდ მივიდნენ და ასე გადაწყვიტეს, დაიწყეს ამოთხრა და უკვე 15 წელია არის აღნიშნული პოლიგონი უმძიმეს მდგომარეობაში და პირველ რიგში მოსახლეობა. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც ძალიან აწუხებს ეს ყოველივე და ჩვენ მათ დავპირდით, რომ დაწყებული გვაქვს უკვე ალტერნატიული სივრცის მოძიება, სადაც გადავიტანთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონს. ეს რისი თქმაც მინდოდა. ასევე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ელექტროდამტენებთან დაკავშირებით. თქვენ იცით ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება და ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ამ მიმართულებით. 2017 წლიდან მთლიანად რეფორმის განხორციელება დავიწყეთ სატრანსპორტო მიმართულებით. ერთ-ერთი კომპონენტი ეს არის ელექტრომობილების წახალისება და ქალაქში დავიწყეთ ელექტროდამტენების მონტაჟი სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა ლოკაციებზე. თუმცა ცხადია, ეს არ არის საკმარისი. ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით, ასევე თქვენ იცით, რომ გამბაჟება ელექტრომობილებისთვის ნულოვანია, არაფერს არ იხდიან. დამატებით ქალაქში სხვადასხვა ლოკაციებზე ელექტროდამტენები გაჩნდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, საჭიროა უფრო მეტი და ჩვენ გამოვაცხადეთ აუქციონი 200-მდე ელექტროდამტენის განთავსებაზე დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა ლოკაციებზე და მინდა გითხრათ, რომ ამ აუქციონის მიმართ იყო ძალიან დიდი ინტერესი. ბევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ყავს გამარჯვებული კომპანიები, ვალდებულები არიან ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყონ თითოეულ ლოკაციაზე ელექტრომობილის სწრაფად დასამუხტი ჭკვიანი აპარატის განთავსება და შემდგომი 10 წლის განმავლობაში მათი უწყვეტი ფუნქციონირება უზრუნველყონ. რამდენიმე ლოტად იყო გამოცხადებული აღნიშნული აუქციონი და ყველა ლოტზე შედგა ძალიან დიდი კონკურენცია და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც ვალდებულები არიან, რომ სწრაფი დამტენები დააყენონ დედაქალაქში და 10 წლის განმავლობაში გაუწიონ მათ ექსპლუატაცია, რომ ისინი გამართულად მუშაობდნენ და მოემსახურონ იმ ადამიანებს, ვინც ელექტრომობილებით სარგებლობს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ზოგადად წავახალისოთ ელექტრომობილები კიდევ უფრო. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ეკოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც მხოლოდ ამ ელექტრომობილების ნაწილით არ შემოიფარგლება, ყველა მიმართულებით რეკრეაციული სივრცეების პროექტების განხორციელება, რაც შეიძლება მეტი სიმწვანე ქალაქში შემოვიღეთ რეგულაციები სამშენებლო ობიექტებზე თვითონ მშენებლობის დროს და თავის ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს გამოსწორებული, რა თქმა უნდა გამონაბოლქვი ეს ერთ-ერთი
სერიოზული პრობლემაა, თქვენ გახსოვთ თუ როგორი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურებოდა თბილისელებს, როგორი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსი და მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა დედაქალაქში, რომელიც პირველი დამაბინძურებელი იყო აერის და დღეს მაგალითად გვყავს ევროპაში ერთ-ერთი, ახალი შეიძლება ითქვას ავტობუსების პარკი, თავისი განახლებული მიკროავტობუსებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს არის შეუულებრივი უწყვეტი პროცესი. ყოველთვის დაჭირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, არ იფიქროს ვინმე მისცემ, რომ ჩვენ დღეს რაღაცა მთლიანად პარკი შევცვალეთ და ამით ყველაფერი იქნება დამთავრებული. ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა იყოს თავსებადი ქალაქის განვითარებასთან ერთად. ჩვენი ქალაქიც იზრდება, ჩნდება დამატებით საცხოვრებელი უბნები, ახალი რაიონები, შესაბამისად ამ ყველაფერს ჭირდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ჭირდება დასუფთავება, მოწესრიგება და რა თქმა უნდა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკაც თანდებში უნდა იყოს ქალაქის ურბანულ განვითარებასთან და ყოველთვის მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს გამართული, იყოს მოწესრიგებული და რა თქმა უნდა ჩვენ მივესალმებით ამ პროექტს ელექტრო დამტენებზე, რომ ყავს უკვე გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც განახორციელებენ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სწრაფი დამტენების მონტაჟს დედაქალაქში 200-მდე ლოკაციაზე. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, კონკრეტულად ყიფშიძის ქუჩაზე შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაციას იწყებს. დაახლოებით 1 ჰექტარი ტერიტორია არის, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში და მთლიანად გვინდა ჩაუტაროთ რეაბილიტაცია, განვაახლოთ, რა თქმა უნდა ამ პროექტის პარკლებში მოხდება ახალი ხელმძღვანელების დარგვა, თავისი სარწყავის სისტემებით, საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები, იქნება ასევე ვარჯიშისთვის განკუთვნილი სატრენაჟერო სივრცეები, პატარებისთვის განთავსდება ატრაქციონები, პარკი იქნება განათებული, უსაფრთხოების კამერებით, რა თქმა უნდა, და ყველა ის სამუშაო ჩატარდება, რაც ზოგადად მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების მოწყობისთვის. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ასეთი პროექტი განვახორციელეთ, ეს ქალაქს ეტყობა კიდეც და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბევრჯერ მithქვამს, არაფერი არ უხდება ჩვენ ქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეების არსებობა და გამწვანება. დაახლოებით 2 მილიონი დაიხარჯება აღნიშნული პროექტის განხორციელებაში და წლის ბოლომდე სამუშაოები იქნება მთლიანად დამთავრებული. მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატება დედაქალაქ შარტავას სახელობის პარკის სახით. თაცმინდის რაიონის გამგეობამ წავკიში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო. წავკიში ჰქონდა სერიოზული პრობლემები საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და აღნიშნული პროექტის ფარგლებში არის შერჩეული 10 ქუჩა, რომელსაც ჩაუტარდება რეაბილიტაცია, დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და შესაბამისი ბორდიურები. სამუშაოები დაგეგმილია ტაბიძის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, თაყაიშვილის, მანჯგალაძის, 9 აპრილის ამაღლების მეორე შესახვევში, ასათიანის ქუჩებსა და ასათიანის პირველ და მეორე შესახვევში. პროექტის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში 10,500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომ ეს პროექტები იქნეს განხორციელებული. მადლობა თაცმინდის რაიონის გამგეობას, იმიტომ რომ მართლაც სწორად არის შერჩეული, სწორად არის პრიორიტეტები განსაზღვრული. მოთხოვნა იყო ადგილობრივი მოსახლეობის, ჩვენი დაპირებაც იყო, რომ ეს ყველაფერი გაკეთდებოდა და პირველ ეტაპზე 10 კონკრეტული ქუჩა არის. დავით, ქუჩება კიდე ამის შემდეგ ქუჩები, რამდენიმე ქუჩა კიდე რჩება. მომავალ წელს მთლიანად დამთავრებული იქნება და უზრუნველყოფილი იქნება ამ პროექტების განხორციელება და ყველა ქუჩა იქნება მოასფალტებული, მოწესრიგებული თავისი სანიაღვრე სისტემებით. ეს იყო რის თქმას მინდოდა მეგობრებო, ახლა შეგვიძლია გადავიდეთ უკვე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.